ისე მარია მაინც მაგარია ნადირობა რა მართალი ხა ვერაფერი ვერ მოვყალით მაგრამ ნადირობას თავის პეცი აქვს ესე თქვა სუფთა ჰაერია ვარჯიშიც გამოდის ესე იგი დათო ცხოველი საერთოდ არ შეგხვედრია ხო? როგორ არა შეხვდა უბრალოდ მე შემხვდა შველი შველი შემხვდა მაგრამ არაფერს კაცაკ დათო ეხლა შენ ამბები რაც მომიყევი ნადირობაზე დაიმახსოვრე კარგად არ დაგავიწყდეს ხო? ხო და ეხლა ნინდა მარიამი მალე ისეთ ასაკში იქნებიან რომ ზღაპრების გარეშე აღარ დაიძინებენ და შენ მოუყევი ხოლმე ხო? კიდე მარიკა დათვი შემხვდა თავის ბუნაგიდან გამოვიდა ეთყობა რომ ახალი გაუძებული იყო და თვალებში მიყურებოდა და ჩემსკენ მოდიოდა გაჩერდა შეეშინდა თოფით რომ დამინდა ხალბად გაიხედა გამოიხედა და ისევ განაგზო ჩემსკენ სიარული მეც ამნერვიულდი მაგრამ მან გადაუხვია და მაცივრის კარები გამიგდა ეს ბატონო დავით ნანადირებს მიირთმევთ მარიკუნა ნახე ბადრიჯანი მოუკლავთ ირაკლი ხო გითხარი გუშინ ეს კილა მაცივარში შედევი მეთქი ნახე გაფუჭდა გაფუჭდა ბეღურა რანაირად შემედგა მარიკუნა კი მინდოდა რომ შემედგა მაგრამ არ შეეტია სავსეა მაცივარი ტახის ხორცი კარგი რა რითმეტ აიგალი ნახე რა 1000 საქმე მაქვს გასაკეთებელი შენავილი უსტაკმური კი არა შენ იცინე და მართლა ძალიან დაღლილი ვარ რა გუშინ ძალიან გვიან მოვედი მთელი ღამე ვერ დავიძინე დღეს დილასაც ვერ დავიძინე გადავწყვიტე რომ არ წავიდე სამსახურში ერთი დღე კარგად დავისვენო და თუ ჩარა ხო მაქუფლება რომ ერთი დღე დავისვენ ხო დავიმსახურე ხო ის შენ მართლა რაკენი ის რა ქვია დააძინე შენი თოფი რატო შენი თოფი დააძინე რა იყო რა სასეირნოდ ხო ყავდა წაყვანილი და ძილი არ უნდა არის ხო შენსას აი ხა მე ზაგლის ლეკუმ და მაჩუკონ მოვიყვანა გავსვიდი და მე ნახე შენ ლეკუ ესადახ ხო რა ლეკუ და თუ პირდაპირ ტახი მოიყვანა პირდაპირ წადი ესეთი პატარა ტახუნდია მოიყვანა აქ ყავდეს ხო და გაზარდე მიიჩვიე აჭამე გაასუქე და რომ მივა შესაბამის კონდიციამდე გაიყვანე აივანზე და ესფრობდე დამცინე შენ იმაზე ხო დამცინეოდი სამიზნესზე ოპტიკაზე რო ვიყიდე მაგრამ იქ რომ მივედი მანახე ჩემ ბიჭებს მონადირეები და გაგიჟდენ ისე მოეწუნათ მე და ერთ ხოდა კიდე ესეთი მაგარი ოპტიკა გაგიჟდენ შენ ოპტიკაზე შენ და ერთ ხონდათ მარტო კი იმიტომაც ვერ მოკალით ვერაფერი რაშუაში იხეს რაშუაშია და მოაღე ეს პირი და მოსდე მთელ ქვეყანას რომ ახალი ოპტიკური სამიზნე მაქვს გაიგე სამტახებმაც ხო და დაიმალენ ან კიდე უფრო უარესი შენ არიცი როგორი ძლიერი გადარჩენის ინსტინქტი აქვს ცხოველებს განსაკუთრებით ამ იმათ რა ქვია წვრილ ჩილიქოსნებს სადაც ტახი არის გაწევრიანებული კი არა და გაერთიანებული ხო მე შენ გაიგე სამტახებმა ეს ყველაფერი წავიდნენ და შენზე მაგარი ოპტიკა იშოვეს ხო და თქვენ იღავი იქით არ
კარგი რა მარიკა, შენ მაინც დამიდეგი გვერდით რა. დამანებოს თავი რა შენ მამეუღლებ რა. კარგი ირაკილი ხო იცი არა რომ ეგრე არა ნადირობა ერთხელ ვერ მოკლავს მეორედ ვერ მოკლავს მე მიხვდება რომ დაანებოს თავი ნადირობას და ვარავეთი გაერთო კარგი იყო დამანებეთ რა თავი და მე წავალ მოიცა რაღაც უნდა გადმოგცე გოგა ხაჩიძემ დამირეკა გარემოს დაცვის მინისტრმა ხო დათო ალექსიძე ხო შენი ნათესავიაო მე ვთხარი უახლოეს მადლობა გადაეციო დიდი მადლობა ჩემგან და მთლიანად გარემოს დაცვის სამინისტროსგან ტყეში ყოფილა ჩვენთან სანადიროთო და ისე გაამხიარულა ცხოველები ჟრიამული აქვთო ჩვენ ცხოველებსო რა იცი აიმე კარგი ალო გამარჯობა ხო მე ვარ დათუჩაკი ჩამოვიდა კარგად იმგზავრა ელენია არა ტახია როგორ იმგზავრა ჩემმა დათუჩამო ხო კარგად ჩამოვიდაო ხო გოგი ო კი გოგი მაგრამ მუშაობს არა ჩვეულებრივი ნაღდი LG-ა გოგი LG აბა ხო იქ ვიყავი რა შენ რომ მითხარი მაგრამ ის მაღაზიაში ხო LG-ა გოგი კორეული ვაიმე დამღალე გოგი უკვე რა კარგი მარიგუნა კარგია სისინა ტელევიზორში ყურება ძალიან ისე როგორი თხელია არა ირაკილი ძალიან თხელია მარიკა ძალიან თხელია და თხილად იყავი ის რა ქვია ხელი არ გაგეჭრას აუ ეს რა სისულელე თქვი რა ასეთი უაზრობა ცხოვრებაში ამ მარიკუნა აი აქ მაგ რაღაც წერტილი ხო აი აქ მარჯვენა ჰემისფეროში სავარაუდოდ თხემის წილში ხო აი აქ სადღაც პრეცენტრალურ ზონაში ხო და აი ეს აგროვებს ამ სისულელეებს მარიკა თვეები წლები აგროვებს ამ სისულელეებს და მე მათქმევინებს ხოლმე ვერ ვაკონტროლებ მარიკუნა ეს უნდა წავიდე კარგი ფსიქოლოგთან ნევროლოგთან რა ვიცი რას მირჩევ ამათ ბავშვებს უთხარი ასე არის ხომ რა რას დროს კარგი რა ირაკი ამ ხელ ტელევიზორი რო შემომიტანე აქ ოთახში არ დაგეცა რა შემოგიტანა ეს რა დანაკე როგორი თხელია ისე სხვათა შორის თხელად იყავი ხელი არ გაიჭრა თან გადამდები ყოფილა ესეც უნდა წავიყვანო რომ წავალ წაიყვანე ვაიმე დედა ამდენი წლის ნაშრომდა წვალები რაში უნდა გადაიყაროს წყალში დეში გაში ვაიმე დედა კიდევ კარგი ცხონებული პრებედინა ვერ ხედავ სამქვითრებს თორემ თავიდან მოკვდებოდა ქეთინა ხო თამრი ქეთო ბატონო ვაიმე ქეთუ გაგჭირს კვდები ვაიმე არა ქეთო კვდები თამრი შეხედე ქვითრებს შეხედე თამრი ვაიმე მაღალი აქვს წნევა ვაიმე შეხედათ რაცა წნევა დამივა დაგივარდა მოიცადე ყავას მოგიტან ხო დალევ ყავას შორის დაბალწნევას ნედი დავლე ხო არა დენის გადასახადი 60 ლარი კი მოვიდა მაგრამ რა ვიცი აღარ მინდა ყავა გადამიარა ხო თამრი არა უშავს რაღაცას ვიზამთ ხა რაღაცას მოვაგვარებთ შენ რატომ დააგვიანე თამრი 10 წუთი შემოსვლა დღესა? რატო ქეთუ და ჩემთან სადარბაზოში სახლი გატეხეს და იქ ვიყავი გასული. ვაიმე რას მეუბნები თამრი? ვაიმე თამი ფრთხილად იყავი და ისეთი კარგი საკეტები დააყენე. კაი ქეთუ ეხა მე რა უნდა მომპარონ ან რა მაქვს მოსაპარი კარგი რა. ვახო არ მომპარონ გითხრა რა ხოც როგორია აი შიტივი თუ არ უკვე მიდი აბა მითხარა ბრაზდები მაგრამ თან ისე მეცინება რომ ვეღარც ბრაზდები რა ორივე ერთად არის ხოც რა ტიპი რაღაც სიურპრიზები რაღაც ხო ეს ყოფილა ჩვენი ერთად ყოფნის 6 თვე თარიღეს და მე არ მახსოვდა და ქალაქ ხშირად გვახსოვდა რაღაცები გათენდა დილა მოვიხედე
არძინავს, არ არის ოთახში. სად არის ვახო, ვეძახი ჩუმად არის, გასუსული. იზი და ხო და გადავდექი ახლა, უნდა ავდგეთ. რას ვხედავ? ეს ვარდის ადრე კინოში ვნახეთ, მე და შენ ამერიკულ კინოში. ბავშვობაში მე და შენ. ვაიმე ესე თავი, ნეტ არ დამთავრდეს. ვარდის ფურცლები ეთყობა მთელი ღამე პუტა. ხო და ესე ვარდის ფურცლები იყო დაპნეული და გვერდზე ესე სანთლები წითელი, ასე ბილიკი იყო გაკეთებული და მეც ახლა როგორც კინოში მქონდა ნანახი, ესე ფეხშიშველი დავდივარ რა, ჩავიცი მეც და მე უშრეტი ფანტაზია აქვს ამის ხელოვანი უნდა გამოსულიყო. თუ ხო არის ხელოვანი? რეტინო აღარ მოგი. კარგი ხა მაპატია, კარგი ვიხურე ხა, რა მოხდა? შენ ხო ხუმრობ ხა? გაცდი. ხო და მივდივარ რაღაცა ფეხშიშველი ამ ვარდის მე სათრე და უცებ ატყდა ფაფხური რაღაცას დარბის ვახო, წყლის ხმაური ეს სანთელი მიუდგავს ფარდასთან. აი ეს ჯენი ფარდები, ხო იცი ბატისტა თუ ბატისტი? ბატისტი. ბატისტი. მე რო გაგატა. ხო და წაეკიდა ცეცხლი ამ ფარდას და რა არის ცხოვრება? მოდი და ეხლა არ დაიჯერო რომ რაღაცა არ არსებობს. აი ესე გულის ფორმა იყო ამომწვარი. აი მოდი და თქვი რომ თვითონ რამე არაფერი შეთავს პიცა. შვიდობა, რამ შვიდობა, ვახო, რამ შვიდობა, აი შეხედე, აი მე ამ თვეში ვახო, ესე იგი, იმდენი გადასახადი, აი შეხედე, როგორი გადასახადი მოვიდა კომუნალურ გადასახდელებზე, აი მკითხება გამარჯვეს რა. ბევრია ეგ ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია, ხო, აი მე რა ეს დენი რა უბედურებაა, თორე გაზი არც ისე ძვირია, ვახო, არც ისე. კეთილ, იცი რას ვფიქრობ? ლაშა გაზზე უნდა გადაიყვანო შენ. აჰა, სათრის შუქზე ხო არა? არაფერი არ მithქვამ შენ თავს პიცა ვარ. არაფერი. დახო. ისე ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეკონომია, შეხედე რა. კარგი, თამარ მეტი რაღა ეკონომია გავაკეთოთ, ეხლა ცივი წყლით ხო არ ვიბანავთ? არა, ეხლა ისე ზაფხული მოდის ახლა და რა გიჭირს? ეს გაკაჟდები, მოტბება, კარგად. ეს ახლა შენ მაგას მართლა მეუბნები? ხო რა ვიცი. მომისმე. მე მოვიფიქრე ახლა, რაშია საქმე. ყველამ ჩვენი გადავიხადოთ. და ყველაფერი მოგვარდება, იმიტომ რომ რა ქნა ახლა ესე ვერ გავწუდებით სასწაული თანხა მოვიდა ამ თვეში გადასახადი. ძალიან კარგი გადავიხადოთ ჩვენი ვახუნა ახლა სამსახურში რომ წახვალ მანამდე შეივლი ბანკში და გადაიხდი ჩვენ გადასახადებს. ისა ლაშიკოს უკაცრავად ვახო ლაშიკოსთან შეიარე შენ სამსახურში ხო და ფული გამოართვი და ჩვენიც გადაიხადე ხო? რა ვქნა ვახო ახლა თავზევით ძალა არ არის რაღაცა ხო უნდა ვქნათ არა? ჩვენი თქვენი ხო? ხო ნახა მოვიდოდა ბევრი გადასახადი, ქეთინო გაზზე, აბა თქვენთან სულ გაზია ანთებული, სულ სადილს აკეთებ და სულ ათუხთუხებ რაღაცას და წყალიც კიდე მოვიდოდა ბევრი გადასახადი წყლის, იმიტომ რომ ლაშა რო ბანაობს, სულ მთელ სადარბაზოში წყდება წყალი და დენი კიდე სულ ეს მაგნიტოფონი გაქვს ჩართული და მოვიდოდა, აბა რა იქნებოდა? ისა თავი მიდი აბა ნახე მე მგონი ვახომ ფარდაზე მაგნიტოფონი ამოწო და მოусმინეთ. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში რა ხდება? ვიტირო. აი მე ატო უნდა იტირო თამრი რა გაქვს ესე იგი სანდრო ხალხს მოეწონა სპექტაკლი, ხო? რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ, მე მომეწონა. კი, ძალიან წარმატებით ჩაიარა. და რეჟისორმა რა მითხრა, იცი, ახალ სპექტაკლს რო დავდგავო, იქაც დაგაკავებო, ოღონდ ხალხი ისევ შენ უნდა მოიყვანო. მე კარგია. ოღონდ რა არის სანდრო, იცი, გეხოცები რა, შემდეგ სპექტაკლზე ბილეთის მოცემა არ დაგავიწყდეს რა. კიდევ კარგი სალაროში იყო დარჩენილი და ვიყიდე, თორე დავრჩებოდი გარეშე. კარგი, დამოვიწყდა რა მოხდა. ხო და მეც მაგას ვამბობ, რომ ამ ბოლო დროს ყველაფერი გავიწყდება. მე კიდე რა დამოვიწყდა? რა დაგავიწყდა? ხო. აი
ჭიქების ყიდვა დაგავიწყდა. გუში ბარისკარების ჩაკეტვა არ დაგავიწყდა? ჩვენ სახლში რამდენჯერ გთხოვე იმ სურათის დაკიდება? 2 კვირაა გთხოვს. არა, ეგ არ დამვიწყებია, ეგ დამეზარა. აუ, კარგი. მაგრამ კარგი სანდრო, რა ძალიან გაფერტული და უყურადღებო ხარ რა. მე? დიახ შენ. ლაშა. აი, მითხარი რა ეხა. მე ვარ გაფანტული და უყურადღებო? ჰა? როგორი რაღაცა, იცი სანდრო? გაფანტული კი არა ხარ, უფრო უყურად სულ არა ხარ გაფანტული. რა ურას მეუნებოდი რა ხარო? არაფერი, სანდრო, მე სალომეს ნამცხვარს ვეთქვი და მე გავაგზავნოს ჩვენი საუბარი. ორი უთხარი რა, წეგან ვიკამათ და მე ვერ ვეუბნები. თქვენ კამათობთ კიდეც? აბა. მოიჭადე სანდრო, ორი რანაირად უთხრავ ხო? უხერხული. რა არის უხერხული? გუში 5 ჭამე მარტო. სანდრო მეთქი და სალომე. ორი ნამცხვარი წამომიღე რა. კარგი ლაშა, შენ მოგიტანა ხო ორივე შენ უნდა შეჭამო, მაგას არ ეკუთვნის. ეს ვარიანტი მე უფრო მაწყობს. მაგრამ სანდრო, რა არიცი? რაღაცა მინდა მოგიყვე. ოღონდ ისი რა იქნებ რჩევა მომც. შენ ახლა პრინციპში რა რჩევა უნდა მომცე, მაგრამ მაინც მომისმინე ყურადღებით. მოკლედ ასეთი რაღაცა შემემთხვა. ვახო იყო ჩემთან კლინიკაში მოსული. რა? ვაიმე. ვახ ეს მე რა მერე მოიცადე, არ დამიმთავრები სანდრო. მე ეგრე დაგეწყო რა გულს მიხეთქავ, შეიძლება ეგეთი. სანდრო მომისმინე. ვახო იყო ჩემთან მოსული კლინიკაში თქო და ამ დროს სრულიად შემთხვევით ანალიზების ასაღებად იყო ჩემი ყოფილი ცოლი ისიც ამ კლინიკაში. და ვახომ დაინახა ჩემთან კაბინეტში. გაიგე? ლაშა, შენ ის ნახე? ფილმი ავათარი. რა ფილმი სანდრო? რა ფილმი? რაღაცას გიყვები და მომისმინე რა. ხო და არ ვიცი ხა ეს ჩემი ყოფილი ცოლი ისე იყო რა უბრალოდ შემოიარა და არაფერი არ მომხდარა, მაგრამ არ ვიცი ვახო მიხვდა რამეს, არ მიხვდა რომ ჩემი ყოფილი ცოლი იყო, არ ვიცი. ლაშა, მითხარ ჩემი ახალი კეტები მოგწონს? ნახე? ნამდვილი კონვერსებია. ნახე? მე მიყვარს თბილისი. შოთი კომაჩუკა. როი? აბა? მოგეწონა? აიმე, კეტები კი არა სანდრო. რაღაცას გიყვები და დამასრულებინე რა. ხო, აბა რა. და არ ვიცი ვახო არ იცნობდა ჩემს მეუღლეებს, არ იცნობდა ჩემ ცოლებს და არ ვიცი ხა მიხვდა, არ მიხვდა, თან არ მინდა რომ ხა არაფრის გამო უთხრას თამარს. გესმის ეს ყველაფერი რა. ხო, რო უთხრას თამარს, მე არ ვიცი ქეთევანს რო უთხრას. შესაძლოა არ მისმე, ხო რას გელაპარაკებ? როგორ არა ლაშა, გავიგე ყველაფერი. ავათარი არ გინახავს, ჩემი კეტები შეგშურდა. აიმე სანდრო, ხო და მაგას გეუბნები რომ არ ვიცი ეხლა რა, ვახო, ეტყვის თამარს, არ ეტყვის, მე თამარმა რო ქეთევას უთხრას, წარმოიდგინე ხა მანქამის თავი. ერთი ცოტით ახლა. ვახო, თამარს რატომ უნდა უთხრას? ვახომ შეიძლება არც უთხრას და არ უნდოდეს საერთოდ თქმა, მაგრამ შეიძლება თამარმა ათქმევინოს, ხო იცი თამარი რა ტიპია? ათქმევინოს? ვა, ეგრე ჩემთვისაც არ უნდა გეთქვა. მოიცადე, ესე იყო. შენ არ გინდა რომ ვახომ უთხრას თამარს, რომ მე თამარმა არ უთხრას ქეთევანს? კი, ლაშა. მე მინდა გამოგემშვიდობო. მე ვარ ბედნიერი რომ შენნაირი მეგობარი მყავდა ამდენი წლის მანძილზე, მოგიხსენიებ ხოლმე აუცილებლად. აი ლაშა, ორივე შენ. რაიმე, სალომე. ხო. აღარ მინდა ეს ნამცხვარი, ისეთები მელაპარაკ ამან, მიდი ლუდი მომიტანე რა. ხო, კარგი, ოღონდ საწყებში უნდა ვნახო რა გაგვითხოვნა. კარგი. დავიღუპე. არ დაიღუპე.
შეიძლება. იცი, შეიძლება დღეს ვახოს რომ დავიწყდეს და არ უთხრას თამას არაფერი. ვითომ არ უნახია დავეცა. ან იქნებ შენ მოგეჩვენა და შენი ერთი მეორე მესამეცოლი კი არ იყო. ილუზია იყო. ხო, შეიძლება ეხა რას გავუკეთ ამ ილუზიებს, სანდრო, მართალი ხარ, შეიძლება ილუზია იყო. აიმე. ხო კეთევან. კი, ლაშა კაცო ჩემთან ერთად არის. არა, მარტო არ არის, ვიღაც კალთან ერთად არის. რა? არა, მე ზუსტად არ ვიცი ეს პირველი მეორე თუ მესამე ცოლია. დაგალაპარაკებ, ეხლავე დაგალაპარაკებ. სანდრო, არა. კეთევან, არა, მარტო ვარ მე და სანდრო. დასა. რა? პოთლის ლუდი აღარ არის? ოხ, სალომე, კარგი რა. რასი წყნარია. მარიკა მეს იგი ბავშვი წაიყვანა სასეიმოდ, ეს კარგია. ირაკლისა. ნეტა ირაკლისა წავიდა. ой, სად არის ნეტა ირაკლი? აი აქ ჩამოვждები. დავისვენებ. ვაი. რა რბილი ტახტი ყოფილა ეს? როგორ ვიცოდი ამდენი ხანი, რა? რა? ვაიმე ირაკლი, შენა ვერ დაგინახე. ვერ დაგინახე. მე რა ხარიყავი და სადღაც წახვედი. გაგაგვიძე ირაკლი. არა, დამაძია. გაგაგვიძე ხო? აი დათოს. კარგი დათო რა, გადი ხო გაჩვიდე. ამიტომ შემთხვევით მომივიდა. კარგი რა დათო რა, გთხოვე დილას რომ ეძინება მეთქი არა. ამოგი მე ასე ვიქცევი შენოცა გეძინება. კარგი გაიწამხედა კაცი, როგორ ვერ დამინახე. რა ვერ და აქეთ მაინც დამჯდარი. ადამზად გამანებე თავი. შევალ მე ოთახში შედი რა. ხო დამაძინეთ, ძალიან გთხოვთ რა დათო ჩაი, ძალიან დაღლილი ვარ, დავიძინებ მე შევალ რა. შედი, დაიძინე, შედი. აი, დათოს. ვაიმე ძალიან ხო. დათო შეუპასუხე რა. უპასუხე მოიფიქრე რა მე არ ვარ მე და არ ვიქნები ხვალ დილა. აი ხო რა პრობლემა. ალო. დიახ. ვის? ირაკლი! ტელეფონზე. ეს გთხოვე მე შენ ჰა? გეუბნები არ ძინებია თქო რა მოგინადა. არა მაიმუნი ხარ რა. ალო მე ვარ რა არა ამისთვის გამაღვიძე რა. აი კარგი რა დათო რა კარგი შევალ მე ირა ჩემ თოფს გავწმიდა. ხო შედი და მასაჟი გაუკეთე შედი. აი ხმარ გავიგო თქვენია. ირა ირაკლი რა გჭირს? ირა შემთხვევით ასე წმენდი და გამომეკრა და ვაიმე აქ იყავი მახო ეს რატომ მემართავა ხო? ვაიმე სადვერ წახალ ხო მაინც ვიტყვი რომ შეცაგიყავ მე რა შუაში ვარ როგორ აი შემოხვედი ფეხის ალაბეჭდე ხელზე აქ ეს რატომ მემართავა? ვაიმე დაუღუპე ასეთი ოჯახი ვაიმე
მართა. ვაიმე, შეთანო შევინახოთ ცოტა ხნით არ შეიძლება. არა, დათო რასაც შემდა უნდა შეინახო არა. ერთი თვით მაინც. არა, ერთი თვით დათო გამორიცხულია. აბა რა ვქნა, მარიკას რა უთხრა ახლა? ბავშვებს და დავაუბრე ბავშვები. ერთი თვით მაინც შევინახავ აღარა. არც ერთი თვით დათო. არც ერთი თვით რა ხო? ეს არის მეგობრობა ახლა. ახლა შემთხვევით ორი დიდი პარკი ხო არ გიქნება შავი. აი არა დათო არა მაგრა. ეს რა მომივიდა შემთხვევია გამოაფერჩო. მოიფიქრე რა მე ახლა მოიფიქრე. მე მოიფიქრე. მე მოიფიქრე. გავაღვიჭოთ, ჰა? გავაღვიჭოთ. გავაღვიძოთ? ირაკლი. ადეგი ბიჭო. შენთან მაქვს საქმე რა. რა გინდა რა? ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შენთან რა. შეგენაცვალე, შემოგევლე, ჩემო ხუნღულა. მიდი რა დათოს ელაპარაკე, აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს ვერ გავიგებ, დამაძინეთ რა. დათო? რა. ეხლა რო თქვი, ამას რა უნდა ველაპარაკო მეთქი? ირაკლიზე ვთქვი. მივხვდი. ხო და შენთან მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რაღაცაზე უნდა გელაპარაკო. ჩემთან გვაქვს მნიშვნელოვანი, ვაიმე ვახ. მე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. ხო, უნდა წავიდე და მე ვერა. აი ირაკლის ელაპარაკე ისე მიდი. მარიკა სადარი, მარიკა ბავშვები გასეიდა წავითა. ბავშვებიც არ არიან ესე იგი. ბავშვებიც არ არიან. ვახ, მე ვიცი ვის უნდა ელაპარაკო. აბა. მოდი. მოდი. აი, დადიქი აქ. აი, წინვალი ადამიანია ეს ბიჭი. მე ძალიან მომწონს. ჩემმა მეზობელმა მოიყვანა ქმრა და მაგას ელაპარაკე. კარგი რა დათო რა, კარგი რა მოგივიდათ ხალხო ლაშას ეხება სერიოზული საქმეა მეტი როგორ გითხრა? რა ხელა ხაზე ყვირის ეს კაცი გამაგიჟა, მოდი დაჯექი, დახუნხულდი და მოიწვენე. მომისმინე. რა იქნება ეხლა ლაშაზე რა უნდა იყოს ლაშაზე? გადაყლაპა ქვაბი და მეორე ოპერაცია გასაკეთებელია? გავხიარული. არა. დღეს გადავიხადე ტელეფონის დავალიანი. ძალიან ბევრი იყო დარეკილი ლატვიაში. ხო, ლატვიაში იყო დარეკილი. არა, მე არ დამირეკავს, გეფიცები, მართლა არ დამირეკავს. ყველაფერს ვიცავარ რა. ეხლა თამარს და ქეთევას რატომ უნდა დაერეკათ? ლაჩამინ? ხო, ლატვიაში. ლაშა. ესე იგი, ლაშას ვიღაცა ყავს. სად? ხო. სად და იქ. სად? მე უფრო კარგი. ვიყავი ლაშასთან სამსახურში ავედი, რომ გავარკვე და ლატვიაში? სამსახურში, თბილისში, თბილისში მუშაობს? მე ავედი სამსახურში მაგასთან დაველაპარაკები მეთქი ხო და რო შევედი კაბინეტში ხო ვიღაცა ქალი ყავდა პაციენტი ლატვიაში? არა თბილისში თავის კაბინეტში რა მოგივიდათ ხო და რაღაცა რო დამინახა რაღაცნაირად ისე შეცპა ქალი კი არა ლაშა რა მოგივიდათ ხო და მე მაგას გამომაპარებს ლაშა ხო და ახლა როგორ მოვიქცი არ ვიცი რა რა უთხრა ან რა გავაკეთო არა, აღიარე რომ ყველაფერი ჩემი მოსაფიქრებელია რა. აღიარე, ხო გამაღვიძე, ეს მაინც აღიარე რა. მე გასწავლე რა უნდა.
მაიას ამბავი რო გაიგო შენ მაქვისმა. ლაშა. გახსოვს რა დღეში ყავდი? შეგო გახსოვს რა დღეში? ეს მომიტანე, ის მომიტანე, გაიქეცი, გამოიქეცი, ხო გაგედებინებდა ყველაფერს. შენი დრო მოვიდა, ვაღვიშტა. ესენი სად არიან ნეტავი? გააღეთ კარი. მესმის სახში ხართ. ხმა გამოდის. ბატონო საშა, ჩვენ არ ხმაურობთ. ბავშვები და ბავშვებს და ირაკლის ძინავთ, დათო სახლში არ არის და მე და ანანო ხმა გამორთულ ტელევიზორს ვუყურებთ. დიახ. ყავაც არ დაგვილებია, ბატონო საშა, მადუღარას ხმას რა თქვენ არ შეეწუხებინეთ? ირაკლის მაურობს. ბატონო საშა, ხომ გითხარით ირაკლის ძინავს? სწორედ მაგაშია საქმე, რომ ზინავს. ან გადაბრუნდეს, ან გაიღვიძოს. ისე მე სხვა საქმეზე ვარ მოსული. ვაი, ვიცით ბატონო საშა, ზუსტად მაგაზე ვკამათებდით მე და მარიკა, რომ ირაკლის ხმას თქვენ გაიგონებდით და ვიხმაურებოდი. ესენი სად არიან? სახლში არ არიან? არ ვიცი. მაგ ჭუჭუდაინ და რო იჭყიტები. გააღეთ კარი. ვაი რეკავდით? იცით, ჩემდას აქვს ჩართული მტვერსასრუტი. თხოვე ვემუდარე გამორთე რა გემუდარებით ამრი გამორთი არაფერი მესმის რაღაცა მინდა გითხრათ ხო და ესე ვეხლეწე არა ხა იცით რა ხდება ჩემდას ქეთინოს დაუვარდა ქვაბი. მე აქ არ ცხოვრობ, აი კედელი გვაქვს გაჭრილი, მე გვერდზე სადარბაზოში ვცხოვრობ, კარი გვაქვს, იქ გავდივარ გამოდარდეთ. ხო და მე არ ვარ თქვენი მეზობელი არის ქეთინო. თუ ჩვენი მეზობელი არ ხარ, რას გამოვარდი? მე გამო. მარიკა, ამათ როგორ უძლებ ამდენი ხანია? რა ვიცი ბატონო საშაობა. უნდა გითხრათ ერთი ამბავი. დიახ. გვერდზე სადარბაზოში რომ სახლი გატეხეს ხომ იცით? ჩვენც რომ არ მოგვივიდეს ეს ამბავი. დიახ. ამიტომ შემოსასვლელ კარებში კოდირებული საკატი უნდა დავაყენოთ. დათულ სტუმარი მოვა, დარეკავს ზარს, კოდს ვეთქვით, გააღებს კარებს და ამოვა. კი, ეგ არის ძალიან პრაქტიკული. ჩვენ სადარბაზოში დავაყენეთ, აი დავისვენეთ ბოდიში. ეს გოგონავინ არის? ვაი მე ბატონო საშა თქვენც მოგაბეზრათ ხო უკვე თავი ვაი მე ესე იცის არავის არაფერს არ დააცდის მთელი დღე ტლიკინებს ესე იგი არც შენ გაცდის არ თვითონ გეუნება ესე არც ეკითხები არაფერი აი ესე დაგყვალა თავი აგვატკივა მეც აი ესე დღეში ვარ ბატონო საშა ძალიან კარგი გოგოს ჩანს ჭკვიანი. კი ოქრო ბაჯაღლო ბრილიანტი მოკლედ მუშები უკვე მუშაობენ ქვევით აყენებენ საკლებს. დიახ. რომორჩებიან იქ ამოვლენ ბინებში. დიახ. კი არ კითხულობ აყენებ კი არ კითხა გვინდა არ გვინდა კი მაგრამ რომ მეკითხა უარს მეტყოდით? არა, ეხლა უარს მე ძალიან მომეწონა თქვენ რომ არ იკითხეთ. გვინდა თუ არა, დრო არ დაკარგეთ ტყუილად, ძალიან კარგია. გესმის, ანანო გაიგე, ბატონო საშა, ესე იგი ჩვენ მუშებს უნდა დავხვდეთ სახლში, ხო? დიახ. ხო, ანანო, მე ხო დედასთან უნდა წავიდე ახლა და შენ მანამ ირაკლი გაიღვიძებს ბავშვებთან დარჩი და რო გაიღვიძებენ აჭამეთ. ვაი მე რა მაგარია დარჩები. ის მარიკა, ბავშვებსაც ვაჭამო? ანანო, ირაკლის ეძინოს ბავშვებს აჭამ. ბავშვებს აჭამო. ხელოსნები რომ ამოვა. დიახ. კოდს გეტყვია? მე მეტყვი. კი, თქვენ გეტყვია. და დაიმახსოვრეთ. აუცილებლად. მოკლედ, შევედით ახლა სახლებში. დიახ. ხილად. დიახ. ჩუმად არ იხმაუროთ. დიახ. ნახვამდი, კარგად კოდი დავიმახსოვრე. გაიგე ქეთინო რა დრო დაგვიდგა, შედი ეხლა სახლში მიდი. ხედავთ რა ხდება. დიახ. კი, ხედავ. მარიკა საღამოს შემოვალ შენთან. რა ტყუილა მიცხოვრია? ძალიან გემრიელია რა ეს რა ძალიან გემრიელია
ხო და მაშინ ეს ბოლო ნაჭერი თუ არ გინდათ ამას მე შევჭამ. ლაშა. აი ამ ნაჭერს შენ არ აიღებ. შენ ბიჭო რაღაცა ხო იცი? მე ბიჭო რაღაც ინფორმაციას ფლობ შენზე. ლაშა, ჩემი თვალით ვნახე ლაზარა, ჩემი თვალით ვნახე. ოდა ეხლა უპირატესობა ჩემ ხარეზე და როცა მომინდება, აი მაშინ შევჭამ აი ამ ნამცხვარს. ვახონხო. რა მაინტერესებს იცი? აი აქ რო ქალბატონი ცხოვრობს, სახში არ არის, როდის დაბრუნება ხო არ იცი? თამარზე ამბობს. ხო, რაღაცა მინდა ველაპარაკო რა ერთ თემაზე რა. მაიაზე. ზუსტად მაგაზე სანდრო. მე თუ კეთევანს ვეტყვი ამას ეს თამარს ეტყვის იმას. კოჩახს სანდრო? არც მევჭამ, არც შენჭამ. თანაბრად ვართ. სანდრო, ხო ხედავ ახო არ მაჭრობს ამას და მიდი რა ერთი ვაშტი მომიტანე. მეზარება. მიდი სანდრო, თორე სალომეს ვეტყვი მე, ო. კარგი რა არის, რა ხსევა? წავა, ხო? წავა. მიდი. მოიცადე. რას ეთქვის სალომეს ერთი რა იცი რა უთხრა? ვიზატყუებ შენ. როგორ არა, სანდრო, ვახოზე ვეტყვი და ნახე მერე. ხოზე, არა, მოიცადე. შევალ იქნება. კიდე მომატყუა, ხო? რა უთხრა სალომეს ვახოზე? ხო, მოგატყუე, მაგრამ მიდი რა ბარე მანდებს და გამომიტანე ის ვაშლი რა. ანკარები გააღე. სანდრო. ვერტი ვნახო. ეხლა უპირატესობა ჩემ ხარეს არის. იმიტომ რომ კეთევანი სახლში არ არის და ვერ ეტყვი. ესე იგი, ძალიან კარგად მუშაობენ ის ხელოსნები. იცი რაღაცნაირად თქვიტათ. არის სანდრო გამოდი რა, არ გააფუჭო, კარგი რა. ეს რა მაგარი რამე მოიგონეს არა, ვისაც გინდა შემოუშვე, ვისაც გინდა არ შემოუშვე. ხო, კარგია კი სანდრო, კარგია ძალიან, მაგრამ რა არის იცი, მე ვიც არ მინდა რომ შემოვიდეს, მაინც შემოვა აქედან. მორჩი. ჩადით ახლა რომელიმე და შევამოწმოთ ეს დამაფონი როგორ მუშაობს, გავიგოთ. მიდი წამოხტი, მიდი. ლაშა, მიდი წამოხტი და შევამოწმოთ ის, მიდი. შენ ხო არ დაგავეწყა ვისკენ არის უპირატესობა. სანდრო ჩადი. რა? ჩადი რა შევამოწმოთი. სანდრო, უპირატესობა ეხლა არის ლაშასკენ. ხო და ხო იცი რასაც გიზავს? ხო იცი? არ გითხალხო რა, რას მატყუებთ მას? ლაშა, ის დანადგარი კლინიკისთვის მოგჭირდებოდა ჩამოვიდა. მაგისტრის რეკავდი ამდენს ლატვიაში. მართლა. არ გეუბნებოდი, ჩემო სიცოცხლე სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა შენთვის. მადლობა კეთია. კეთინო, მართლა. რამინისთვის მინდა ტრაქტორის ნაწილების გამოწერა და მოდი აბა ამიხსენი როგორ ხდება. ოი, შეჭეთა ხარ. მე შენ სამზარეულოში მეგონე. მე რამდენეთ მეუბნები ეგეთ. შემოდი. შედი. შეგი კეთევანი რეკავდა ლატვიაში. შეიღო ვახონხოლა შენ ამ ინფორმაციას ბლოდი ჩემზე? ახლა სრული უპირატესობა ჩემს კი ნარი. ასე რომ მე შევჭამ ამ ნამცხვარს. ეხლა ერთი წუთით მომისმინეთ ქვისლი. მე ორივეზე ვფლობ ინფორმაციას თქვენზე. აქედან გამომდინარე ამ ნამცხვარს შევჭამ მე. თამარ კეთევანი. ხო, შეგარგოს მეკვა რა მოგივიდა შენ კიდე გაცა. შემარგებს. შენ გაცონცულდი ვაშლი გამომიტანე იქიდან. თამარ კეთევანი. კარგი მოგიდა რა მოგივიდა. შენ ჩაირბინა იქ შემოწმე ყველაფერი მიდი. ხოდა ბოჟემო, იცით რამდენი ვიცინეთ? ოი, ძალიან მაგარი. ოი, თამარი და კეთევანი გაგიჟდნენ ავტობუსი და ხტებოდნენ ძლივს გავაკავეთ. ძალიან მაგარი იყო. ოი, ჩამოჩემ. მანიკო მოვიდა.
ნე. და? ამდენი ხანი მეძინა? ოჩახ მინისტრის მოადგილეს, რა? მარიკა საერთოდ. მარიკა დედასთან წავიდა და აქ მე დამტოვა. რა? ხო. შეგიდა თქვა რომ მარიკა წავიდა და ბავშვები მე და ეს სახლი და ეს ყველაფერი შენ დაგიტოვა? ეგრე გამოდის. ჰა? წავიდა მეზობლებთან? ჰა? ხანძარია? კორპუსი გადაიხარა? ოკეი, რაიდაკლი, არაფერი არ მოხდარა, ნახე რა კარგადაა ყველაფერი. ბავშვებს ვაჭამე, აი შესაჭმელი გაგიკეთე ქვაფშია, ნახე რა გემრიელია. ეხა უყვები სასაცილო ისტორიას და ნახე როგორ ერთობიან. No. ეს სადამე მამიკოს ეძინა, ანანო დაწყვიანდაო. დაწყვიანდა, რას გიყვებოდათ, ანანო დეიდა. იცი რომელი ისტორია მოუყევი? ექსკურსიაზე რო წავედით სკოლიდან უფლის ციხეში და ხლოდე მეუზე რო წამოიყვანეს. ის რა დათვრა იქ და რა დაგვრჩა. კარგი ისტორია, სახალისო მეც ვიცი, ხო? მაგრამ იცი რა არის? მე იუზათი ბავშვებს ვაშინებ ხოლმე. როცა არ ჭამენ, იუზა მოვიდა, იუზა მოვიდა. ჭამენ და ასე ხშირად ნუ მოუყვები სახალისო ისტორიებს იუზაზე, იმიტომ რომ აღარ შეეშინდება თქვენ და აღარ შეჭამენ. გასაგებია? გასაგებია. ძალიან კარგი. შენი მობილურია? ვაიმე, დამავიწყდა მე თქვა ირაკლი. სადამ შენ გეძინა, სადარბაზოში ქვემოთ კარებზე დააყენეს ახალი საკეტი, დამახონია. აი ნახე, აი აქ დარიყავენ ქვემოთ რა ვინმე მოვა და შენ აქედან კოდს ეტყვი, ის მიაჭერს და შემოვა. ძალიან პრაქტიკულია, ძალიან მაგარი. ესე იგი ახლა ვიღაცა მოვიდა? ხო, დაელაპარაკე მიდი. დაველაპარაკო რა, მითხარი კოდი და გავაღებ. კოდი გითხრა და გააღებ? ხო. კოდი, მე გამიბარეს კოდი. მითხარი. კოდი საკეთის კოდი გითხრა. თვითონ კოდი? დამავიწყდა. კარგია. რა არის კარგი? კარგია რომ დაგავიწყდა. იმიტომ რომ შენ ხვანანო ხარ. ხო და აუცილებლად რაღაცა დაგავიწყდებოდა და კარგია რომ კოდი დაგავიწყდა და არა ბავშვები. დიახ. ეს რა მაიმუნობა დააყენე რა არის? რაღაცა კოდს უთხოვს ირაკლი, მე არ ვიცი და მითხარი რა მეჩქარება რა ელენ უნდა დამინეკოს. არის ციგოდი? არა. თუჩა, მეძინა ხო და ანანო იყო სახლში. ხო და ანანოს დაუბარეს კოდი და თუჩა დაავიწყდა. ხო და ვერ გიგებ დათო. შენ ხო იცი მე ახლა როგორ მინდა რომ ეს კარი გავაღო და შენ შემოგიშვი. ხო იცი დათუჩა, მაგრამ დაავიწყდა არ ახსოვს და რა ვქნა, ჩემო დათუჩა მე ვერ გიშვებს სახლში, აი გულში გამკრა ნერვიულობით ანანო. წვეთები მომიტანე რა ცუდა თუ არა. ნუ მაიმუნო ფირაკლი ჩაიდე. მითხარი რა კოდი რა გეხოცები რა. დათუჩა მან ის იქნება გვარების ჩამონათვალი, ხო არის? ხო, ნახე ერთი კარგად სადმე ალექსიძე წერია? არა. ხო და დათუჩა იქნებ იქ მიხვიდე სადაც წერია. ხო და იქ გაგიღებენ ალბათ დათუჩა, აბა რა ვქნათ ჩვენ არ გვცალია ჩეიძებს. კარგი რა ირაკლი რა, ნუ მარტვალებ რა ირაკლი რა. ცივა. შია. დედის ერთავარი რა. ერთი წუთი ბატონო დავით. ანანო. გაიხსენე ძალიან ხო, ამის წუწუნის თავი არ ამაქვს რა. ვაი მე მართლა დამავიწყდა ირაკლი და ვაი 4 ციფრია. ეგ მახსოვს ნამდვილად 4. მე 1 არის 9. ან 6. 9 ან 6 და ისიც 1. უკუღ მაგიდევს ეს ტვინი რა.
უკუღმა გაქ ეს ტვინი მოწყობილი მაცადე დათუჭა ხო აბა ცადე ჩემი ბარათის პინკოდი ცადე მაგრამ არ გამოდის მაშინ ჩემი დაბადების დღე არ მახსოვს ირაკლი მე პინკოდი კარგად გახსოვდა ჰა მასხარა ხარ რა დათო მოდი ასე ვცადოთ აბა აკრიფე წ ა დ ი წადი აბა არ შევა ნუ მაიმუნო ბრა ირაკლი რა მაშინ გადინახე ირაკლი ციფრებია ციფრებია კუჩი ციფრებია ხო ეგ ნამდვილად დიდი მადლობა ზღვა ინფორმაცია დათუჭა ციფრები ყოფილა ხო ციფრები ყოფილა და აბა ნახე ახლა შენ ყველა შესაძლო კომბინაცია ხო და დიდი 9999 ვერსია გერიოს დაგეცინდა ხო ეხლა ხო არა რა 9999 ვარიანტი ირაკლი ამდენი ხანი აქ ხარ ვიდგები არა მიდება მობილური ელემენტმა და მინეკოს მეთქი ხო გითხარი და იდექი დათუჭა რა მოხდა იდექი დათუჭა შევალ ახლა მე შენ ოთახში შენ თოფს ჩამოგიგდებ და ბარემ ყარაგულად იმუშავ იცი არის ცოდო ეხა მაგანა დაშავა ჩემი ბრალია ხო დამავიწყდა ეხლა მე წავალ და გლოდებს კითხო მაგ კოც და გაჩვენეთ არა მიდი ჯიგები უგრეშე ნუ ერევიშე კაცების ლაბარაკში შენ მარიკამ დაგიტოვა ბავშვები და მიყედა ბავშვებს უგრეშე დათუჭა ანანუ აქ ხო და ძალიან უნდა რომ დაგეხმაროს ახლა ჯერ ვერ გეხმარება ჩემო დათუჭა ხო და რამდენიმე წელი თუ მოიცდი ამას მერე თმა გაეზღება და ნაცნავს ჩამოგიშვებს და ამოდი მასხარა ხარ რა მასხარა იჭკინი რა საგებავები უნდა მოვიჭარო და იქ უნდა დავაწერო რომ ამ სახში ცხოვრობს მასხარა მეც კაიტები ვარ რა დაუბრეკი რა სხვას ვის დაუბრეკო აგი კეთო ბატონო კარები გამიგე რა დათო არა დათო ალექსიძე თუ დათო ხარ ირაკლიმ გაგიღოს მე როგორ გენდო დათო იქ მათყვე ბანდიტი ხარ და დათოს პაროდიას აკეთებ დამიმტკიცე რომ დათო ხარ და შემოგიშვებ ეხა ამას დაუმტკიცე რა კიდე რა დაგიმტკიცებ კეთო ხო შენი ქმარი არის ლოქო აჰა ხო და იყავი ეხლა მან შარში გამეხვიე რა ისინი გოშაძებს ვერ დაურეკავ იმიტომ რომ ძაღს ვაცეინებენ ძაღს დავცინებ და აწყენები არიან ესე იგი ნიჟარაძე სახში არ არიან საშას არც ერთვარიან ჭი არ დაურეკავ რადმიკას მოიანს ვერ გავაგებინებ ისე ირაკლი რა ირაკლი ხო ბეგურა ვარ ირაკლი ой მე ირაკლი მარიკა მოსულა მარიკა ხო დედა არ გადამრიო ერთი ზუთი ხო მარიკა რას მეუბნებოდი ორ საათში მოხვალ ძალიან კარგად არიან ბავშვები კი აჭამა მოუარ კი კარგი ისა მაპატიე ბეგურა ქვემოთ შენ ხარ მოსული კართან და ეხლა უნდა გავაღო და წავალ ხო კარგი მარიკა ბოდიში შემაგვიანდა შენ გელაპარაკებოდი ტელეფონზე ხო და რა ხდება მე ხო ბედი არა მაქვს რა კარგი რა ირაკლი რა დამიჯდა ტელეფონი რა უნდა დამირეკოს რა ხო გითხარი რა ელენებ რა ой დათუჭა ახლა დარეკა ელენებ რა მოდის ვაიმე არიხება ირაკლი გეხოცები რა გამიგე რა კარები რა დათუჭა
თავი არ მომჭა ეხლა. ნიალაგე მან ყველაფერი და დახვთვის სტუმარს მოწესრიგებული. არც კიდე ათო აბირჟავებ? არა ვისვენებ სუფთაერს ოჰო, ცოტა კიცივა, მაგრამ არა, კარგია მინდია. კაშე, მოდი ხარ? ხო აბა აი, იცი კოდი მეცა, ვიცი რა, შენ არ იცი? როგორ არ ვიცი ვიცი ერთი 10 ჯერ გავაგე აკრიფი 10 ჯერ მე ხა აკრიფი ივან ჯერ არ დაგავიწყდეს მიდი უი მართლა დათო მათე კითხულობდა რაღაც საქმე მაქვსო აი ეგერ არის და მან კითხე ერთი რა უნდა რა გიდა მათე ვაიმე არაჩვეულებრივია ბადლოსაშა ეს კოდირებული საკეტი აბსოლუტურად გეთახმებით მაგრამ ეს კოდი იქნებ გამოცვალოთ არა არაფერს ვერ ჩი 96 მშვენიერია მაგრამ იქნებ მაინც სხვა კოდი დავაყენოთ ყველა თანახმაა ჩვენთან სადარბაზოში მარტო თქვენი თანხმობა გვჭირდება რა ბძანეთ 48 48550 არაჩვეულებრივია კი ბატონო დიდი მადლობა ბადლოსაშა კარგად ბრძანდებოდეთ ალეთი მე ეს უნდა შევხვდე და დავუგვიან რანერვი. დათუჩა, დაგვიანებ? ხო. მაშინ აღარ დაგელოდებით რა დავწვევით ჩვენ და კოდი ხო გახსოვს გარეთ არ დარჩე კიდე. კი 96. აბა 9 ხო 9. ხო, მიდი ნუ. მიდი. რაგნებავ გამარჯობა ფოტომესაშა გამარჯობა აი ეს შემგან კოსტუმას დათო დე 48 50